საღამომშვიდობის კვლავ Art Express-ი პირდაპირ ეთერშია, როგორც იცით დღეს სამშაბათია. ჩვენ მუშაობთ იმისთვის, რომ გაგაცნოთ საინტერესო მოვლენები, რაც ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მიმდინარეობს. მე ხათუნა მანაგაძე ვარ და მიმდინარე ნახევარი საათის განმავლობაში ვისაუბრებთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარეთ ხდება. წარმოგიდგენთ ორ ხელოვანს, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარეთ მოღვაწეობს. მანამდე რომ გეტყვით, რომ დღეს სიახლე გვაქვს აჭარის კულტურის სამინისტროში დაინიშნა მინისტრი ელისო ბოლქვაძე, პიანისტი, რომელსაც კარგად იცნობს ჩვენი საზოგადოება. ჩვენ შევეცდებით შემდეგ სამშაბათს ყავდეს აჭარის კულტურის მინისტრის სტუმრა და მასთან ერთად ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ სფეროს აქვს და ექნება. ახლა კი ვიწყებთ გადაცემის პირველ ნაწილს, ისევ და ისევ რუბრიკით ქართველი ხელოვანები უცხოეთში. მაშასე ჩვენთან ერთად არის მევიოლინე ნატალია გაბუნია, რომელიც ამსტერდამიდან გვერდება. ნატო საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის, მადლობთ მოწვევისთვის. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად, ვუსმენდით სიამოვნებით თქვენს შესრულებას და თქვენ მიეკუთვნებით იმ ხელოვანთა რიგს, რომელიც უკვე დიდი ხანია უცხოეთში ცხოვრობს და ისე დროს წახვედით საქართველოდან, როცა ასე ბევრი ადამიანი არ მიდიოდა ხოლმე და ალბათ ცოტა განსხვავებული იყო ადაპტირების პროცესი. კი, მე მივეკუთვნოდი იმ პირველ ტალღას, რომელიც წავიდა იმ სტუდენტებს, ეხლა უკვე ნორმალურია შეგიძლია აირჩიო და ისწავლო, ჯერჯერობით ნორმალურია, მალე არ ვიცით როგორ იქნება, მაგრამ სტუდენტებს აქვთ ახალგაზრდებს იმის საშუალება, რომ უცხოეთში წავიდნენ და იქ მიიღონ განათლება. ჩემ დროს ეს წარმოუდგენელი იყო, როდესაც ვიზრდებოდი, მაგრამ მე გზები გაიხსნა. და ლიანა ისაკაძემ, ჩვენმა ლეგენდარულმა მევიოლინემ, თავისი ხარჯებით წამეყვანა
გერმანიაში და 1 წელი მასთან ვიყავი. და როგორ წარიმართა შემდეგ პროცესის სწავლის, შემოქმედებით პროცესებში ჩართვის და როგორ მოხვდით ამსტერდამში? მასთან 1 წლის გაკვეთილების შემდეგ ჩავაბარე ჰამბურგის კონსერვატორიაში და შემდეგ კი ჩემი ოცნების ქვეყანაში წამოვედი ჰოლანდიაში და აქ მოღვაწეობდა ცნობილი მევიოლინე ფილიპ ჰირშჰორნი, რომელთანაც ჩავაბარე ასპირანტურაში უტრეხტში. ასპირანტურაში პირველი წელი ვისწავლე და ცხოვრება ისე აეწყო, მამა ძალიან ავად გახდა და მომიწია რომ რაღაც პასუხისმგებლობა ამეღო ჩემ თავზეც და გარკვეული აზრით ჩვენს ოჯახზეც და აი ამ სწავლის პერიოდში დაუკარი კონკურსი ჰოლანდიის რადიო ორკესტრში და პირველი კონკურსი მოვიგე და მივიღე ესე იგი ადგილი ამ ძალიან კარგ ორკესტრში და მახსოვს რომ ამას რომ დაურეკე და ეს შედეგები უთხარი რომ სამსახური მაქვს ცოტა ხანს გაჩნდა და მითხრა მადლობთ მამა რომ მას ჩემი ეს დარდი მოშორდა და აუცილებლად ვთქვათ რამდენიმე სიტყვა ბატონ ნოდარზე, რომელიც ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გახლავდა, წლების განმავლობაში იყო თბილისის ვანოს არაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი. თქვენ მის ნაწარმოებებსაც ასრულებთ საჯაროდ დღეს? კი, არა მარტო რექტორი და კომპოზიტორი, არამედ საოცარი პედაგოგი, პიანისტი და პედაგოგიც, როგორც თქვენ ახლა თქვით, მაგრამ პიანისტი, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ერთადერთმა ბეთჰოვენის 32 სონატის ციკლი შეასრულა. ის იყო პირველი, ვინც ბარტოკი დაუკრა არა მარტო საქართველოში, არამედ ერთ-ერთი პირველი იმდროინდელ საბჭოთა კავშირში და სხვა ბევრი მიღწევა ჰქონდა როგორც პიანისტს, როგორც პედაგოგს და ხო წარმოუდგენელი მრავალწახნაგოვანი პიროვნება იყო ეს ადამიანი, რომელმაც ფიზიკა და მათემატიკა, ინგლისური და ფრანგული ისევე ღრმად იცოდა, როგორც თითქმის ისევე ღრმად, როგორც მუსიკა. დიახ, დაგეთანხმებით, ვინცაც ქონია შეხება ბატონ ნოდართან, წარმოუდგენელია სხვაგვარად მასზე ფიქრი და საუბარი. მოდით ახლა აი დღევანდელი მოცემულობით, რამდენად ბევრი ქართველი არის, ქართველი ახალგაზრდა ნიდერლანდებში და თუ გაქვთ მათთან კომუნიკაცია, მუსიკოსებს გულისხმობ, რა საკვირველია? კი, ბევრი ახალგაზრდა ძალიან კარგები, ძალიან ნიჭიერები, ბევრი ჩამოდიან. და რამდენადაც შეგვიძლია ვცდილობთ რომ მოვეხმაროთ ჩემი მეუღლე ჰაგის ორკესტრის კონცერტმეისტერია და ყოველთვის ვცდილობს რომ მათ მისცეს რაღაც სტაჟირების საშუალება თუ ვინმე სიმებიანები არიან ჩვენს ირგვლივ მევიოლინეებს ჩელისტებს და საერთოდ ყველას ვისაც ვიცნობთ რითიც შეგვიძლია გვინდა დავეხმაროთ მათთან ერთად ვუკრავთ თუ გაკვეთილი სჭირდებათ ყოველთვის მზად ვარ რომ დავეხმარო და ასე შემდეგ. რაც შეეხება აი იმ მოცემულობას, რაშიც აღმოჩნდით, რა იყო სხვაობა, რა იყო აი ეს მოთხოვნები, რომელიც თქვენთვის ცოტა განსხვავებული იყო აი დასაწყისშიც და დღესაც, ახლა დღეს განსხვავებული არ იქნება, ბუნებრივია უკვე ადაპტირებული ხართ ამ გარემოში, მაგრამ რა არის სხვაობა მაინც აი აქ ლოკალურ სიტუაციაში და უკვე სხვაგან? პირველი ნახევარი სულთად პირველ წუთს, როდესაც კითხვას მისვამდით, გაქრა ხმა. ამიტომ გთხოვ. გავიმეორებ. რა სხვაობა, თქო, აი გარკვეული მიდგომები, განსხვავებული, რაც დაუშვათ პირდაპირ აი თვალშისაცემია და გარკვეულ გამოწვევებთან გამოწვევებს იწვევს ახალგაზრდა მუსიკოსებშიც და თქვენშიც იყო ეს პროცესი დასაწყისში. აი ხო არ შეგიძლიათ ამაზე გვესაუბროთ? საქართველოსთან და უცხოეთს შორის ну პირველ ყოვლისა ის არის რომ სახლიდან შორს ხარ ეს ძალიან დიდი გამოწვევაა ჩემს დროს ეს ბევრად უფრო დრამატული იყო იმიტომ რომ მაშინ არ არსებობდა FaceTime-ი არ არსებობდა ინტერნეტი არ შეგეძლო დედასთან და მამასთან დალაპარაკები დედაჩემი დადიოდა კვირაში ერთხელ ტელეგრაფში და ვიღაც ნაცნობის მეშვეობით 3 წუთით მირეკავდა ეს ნამდვილად ეხლა უფრო პრობლემა აღარ არის აბედნიერო. ეს პრობლემა აღარ არის.
მე აქ უფრო მომთხოვნია, აქ უფრო გარკვეული აზრით უფრო მომთხოვნია მაინც უფრო საზოგადოება ცხოვრება აქ. რამდენად რთული გზის გავლა უხდებათ, რამდენად უფრო მეტი მეცადინეობა სჭირდებათ და თავის დამკვიდრება? მე მგონი რომ საქართველოშიც მონდომებული ახალგაზრდები ზუსტად ასევე მეცადინეობენ და ზუსტად ასევე ცდილობენ და ზუსტად ასევე მონდომებულები არიან. უბრალოდ გარკვეული ადაპტაციის ისა უფრო მენტალიტეტთან არის რთული ადაპტაცია აქ მეცადინეობის რაოდენობაზე არ არის მე მგონი. დიახ. სხვა გარემოში ხარ, სხვანაირი ხალხია, სხვანაირი სითბო აქვს, უფრო სწორედ სითბოს გარკვეული ნაკლებობა ხანდახან კომუნიკაციის სხვა ხერხებია და ასე შემდეგ. აი თქვენი ერთი დღე როგორც შემოქმედის და ზოგადად აი რითა ხართ აი ეს პერიოდი დაკავებული, რა აქტივობები გაქვთ? აი ხლა ჩანდა კადრში ქეთევან როინიშვილი, არაჩვეულებრივი ქართველი ჩელისტი, რომელიც აქ მოღვაწეობს და ჩემი მეუღლე ჩანს ახლა კადრში. მაგალითად ეს იყო ერთ-ერთი დღე, როდესაც დვორჟაკის კვინტეტის კერძოს ვუკრავდით პოდიუმ კლასიკში, რომელიც არის ძალიან სერიოზული კლასიკური მუსიკის გადაცემა ტელევიზიით და მას ძალიან დიდი აუდიტორია ყავს და ამიტომ ლაივში იქ დაკვრა საკმაოდ საღელვებელია, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო და კარგად გავარცვით თავი, მგონი. ქეთევანთან ერთად ბევრს ვუკრავ, ბევრ კამერულ მუსიკას ვუკრავ, მე და ქეთევანი ერთ ჩვენი მეგობარ ალტისთან ერთად ვცდილობთ ახლა რომ სიმებიანი ტრიო დავაფუძნოთ, იმიტომ რომ ერთად ბევრი გვაქვს დაკრული და ყოველთვის სიამოვნებს. ნინო გვეტაძესთან ერთად ვუკრავ ხოლმე, ბევრ ფესტივალზე ვუკრავ, სტორიონი ფესტივალი, დელფტის ფესტივალი, აი ახლა კიდევ აპრილში რაღაც ფესტივალი, კამერული მუსიკა ძირითადად და ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის გაკვეთილების მიცემა. ეს არის პედაგოგიური მოღვაწეობა და დაკვრა. ამისთვის წამოვედი თავის დროზე ორკესტრიდან. 15 წლის შემდეგ ორკესტრს თავი დავანებე, იმიტომ რომ მინდოდა რომ ორკესტრი ჩემი ცხოვრების გარკვეული ფაზა ყოფილიყო და არ გადაზრდილიყო რაღაც მთელი ცხოვრების რუტინულ პროცესში. თქვენ ოჯახი ახსენეთ, მუსიკალური ოჯახი ყავთ, ვიცით და ჩვენ ახლა შეგვიძლია მცირე ფრაგმენტი ლილიანას შესრულებით მოვასმენინოთ და გავაგრძელოთ საუბარი. კი ბატონო. მადლობა ლილიანას, ძალიან მცირე ფრაგმენტი იყო, მაგრამ ვერ ვახერხებთ ძალიან ისეთი ვრცლად წარმოვადგინოთ ბევრი რამ. აი თუ შეიძლება რამდენიმე სიტყვით თქვენი ოჯახის შესახებ და ოჯახის მუსიკალური მოღვაწეობის შესახებ. როგორც ვახსენეთ, ჩემი მეუღლეც ასევე მე ვიოლინეა. დიახ. ჩვენი უფროსი ვაჟი ანდრეი იყო პროფესიონალი ფეხბურთელი, მაგრამ გარკვეული ტრავმების გამო მას მოუწია ფეხბურთისთვის თავის დანებება, მაგრამ ძალიან ბედნიერია, რომ ახლა უნივერსიტეტში ჩააბარა და სწავლობს და სულ სხვა მხრით ვითარდება და ჩვენს ძალიან გვიხარია, რომ თვითონ თქვა ადრე მარტო ფეხბურთს თამაშობდი და ახლა სხვა რამეც მინდა ვიცოდე ცხოვრებაში, ისე რომ წარმატებები უსურვოთ. ლილიანა ძალიან მუსიკალური აღმოჩნდა, ის მღერის და უკრავს და მას ბოლო დროს ასეთ კონცერტებსაც თავაზობენ, სადაც იგი სერიოზულ კლასიკურ მუსიკას უკრავს და მერე მღერის მაგალითად ნატ კინგ კოლის რეპერტუარს, ან ელა ფიჯერალდის, ან რაღაც პატარა ესეთ სიმღერის ჩანართებსაც აკეთებს. ნატო, ბოლო შეკითხვა მექნება, მე მინდა რასაკვირველია წარმატება უსურვოთ თქვენს შვილებს და თქვენს ოჯახს. საქართველოსთან მიმართებაში შემოქმედებითი გეგმები ხო არ გაქვთ უახლოეს პერიოდში? იცით რა, სანამ შემოქმედებით გეგმებზე ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ უნდა გითხრათ, რომ ამ წუთას სოციალურ ქსელში ჩემ შემოქმედებით გეგმებზეც კი ვერ ვწერ და ვერ ვლაპარაკობ, ვერ საუბრობ.
იმდენად ძიმე მდგომარეობა ახლა საქართველოში, იმდენად თავდადებულად იბრძვის ხალხი იმ ფასეულობებისთვის და ღირეულებებისთვის, რომელიც აქ რაღაც თავისთავადია, სადაც მე ვცხოვრობ. ძალიან ძიმეა ამის ყურება საქართველოს ახლა რა მდგომარეობაშია და პატარა ალეგორიის ენით თუ ვილაპარაკებთ, ასეთ შეგრძნება მაქვს, რომ ეს ეგრეთ წოდებული მთავრობა ცდილობს საქართველოს, ასე ვთქვათ, გაათხოვოს კაცზე, მონსტრზე, რომელიც წინა თანაცხოვრების დროს მას შვილებს უკლავდა, სახლს ართმევდა და რომელიც მას უკრძალავს ნორმალურ ადამიანებთან მეგობრობას. ასეთი არის ჩემი შეგრძნება დღევანდელი ამ მდგომარეობის და ხალხი, დიდი ნაწილი ხალხის ამას ებრძვის. და მე ძალიან გული მტკივა, რომ არ შემიძლია სულ იქ ვიყო, იმიტომ რომ ვერ მივატოვებ აქ ჩემ ცხოვრებას, ჩემ შვილებს ვერ მივატოვებ და იქ ვერ ვიქნები სულ, მაგრამ რა თქმა უნდა აქ მყოფი მუსიკოსები ყველანაირი სხვა ხერხებით, აი ფონდებს ვეხმარებით, რომლებიც ახლა დაარსებულია, ვაქტიურობთ სოციალურ ქსელებში, ვეხმარებით ახალგაზრდებს, როგორც ცოტა ხნის წინ საუბრობდით და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ამ საშინელი კრიზისიდან და რთული მდგომარეობიდან თავს დააღწევს და საერთოდ მსოფლიოც დააღწევს ამ კრიზისიდან თავს. კი, მე მგონი ესეც ძალიან მნიშვნელოვანი კი არა და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და მე ვფიქრობ, როცა ყველაფერი ცოტა სხვა ეტაპზე გადავა, საქართველოში მოვახერხებთ შეხვედრას. ძალიან დიდი მადლობა ნატო. დიდი სიამოვნებით, მადლობთ ხათუნა. მე მინდა წარმატებები გისურვოთ, ჩვენს მაყურებელს შევახსენებთ, ჩვენ საუბრობდით ნატალია გაბუნიასთან, მე ვიოლინესთან. ახლა კი კვლავ რეპორტაჟი ანა ვაშაყმაძე წარმოგიდგენს პეტრე ოცხელს. პეტრე ოცხელი 1907 წელს ქუთაისში კათოლიკე ვაჭრის ოჯახში დაიბადა. სულ რაღაც 7 წლის იყო, როდესაც ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. პეტრეს დედისთვის შვილებთან ერთად ყოველკვირეულად თეატრში სიარული ერთგვარ ტრადიციად იქცა. ასე დაუკავშირდა ჯერ კიდევ პატარა ასაკში პეტრე ოცხელი თეატრს, როდესაც ბავშვური შთაბეჭდილებების, ნანახი მიზანსცენების, პერსონაჟებისა და ამბების უბის წიგნაკში ნახატების სახით გაცოცხლება დაიწყო. პატარა პეტრეს ძმაც ეხმარებოდა, რომელიც მუყაოსგან ფიგურებს ჭრიდა. პეტრე აფერადებდა, შემდეგ ნაწილებს ერთმანეთს ამაგრებდნენ და მოძრავ ფიგურებს ქმნიდნენ. 1920 წელს პეტრე ოცხელის ოჯახი საქართველოში დაბრუნდა და საცხოვრებლად ქუთაისში დასახლდა. სკოლის პარალელურად პეტრე სასწავლებელთან არსებულ მცირე სახელოსნო სტუდიაში მეცადინეობდა. შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც ჯერ კიდევ სტუდენტმა თბილისის მუშათა თეატრში ცეცხლის გამჩაღებლები გააფორმა. სპექტაკლს კოტე მარჯანიშვილი დაესწრო, რომელიც ოცხელის სასცენო ნამუშევრებით დაინტერესდა და მას ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი პიესის გაფორმება შესთავაზა, თუმცა შედეგით კმაყოფილი მარჯანიშვილი უკვე მთავარ პიესა ურიელ აკოსტას სრულად ანდობს 22 წლის ოცხელს. გასაკვირიც არ არის, რომ ახალგაზრდა ბიჭს, რომელსაც იმ დროისთვის სამხატვრო აკადემიაც კი არ ჰქონდა დამთავრებული და თეატრის მთავარ მხატვრად დაინიშნა, იქ მომუშავე პირები თავდაპირველად სერიოზულადაც კი არ აღიქვამდნენ. პეტრე ოცხელი განსაკუთრებით მეგობრობდა სესილია თაყაიშვილთან, ელენე ახვლედიანთან და დავით მაჭავარიანთან. მოხიბლული იყო ვერიკო ანჯაფარიძით, რომელიც მისი არაერთი ესკიზის შთაგონების წყარო გამხდარა. პეტრე ოცხელი 1933 წელს მოსკოვში წავიდა, რისთვისაც ორი მიზეზი ჰქონდა. ერთი, კოტე მარჯანიშვილის დაკრძალვის გაფორმება და მეორე, თეატრში მისდამი კარგი დამოკიდებულება. და ეს არ იყო მხოლოდ ფუჭი სიტყვები, რადგან რაც არ უნდა მიეტანა ოცხელს როგორც რეჟისორებში, ასევე მსახიობებშიც აღფრთოვანებას იწვევდა და ყველაფერი მოსწონდათ, რაც მისთვის ხანდახან გამაღიზიანებელიც იყო. კრიტიკული იყო საკუთარი თავის მიმართ, ეძებდა ადგილს, სადაც მისი ნამუშევრებით ყოველთვის აღფრთოვანებულები არ იქნებოდნენ, მაგრამ მსგავსის მოძებნა შეუძლებელი აღმოჩნდა. მხოლოდ 29 წელი გაგრძელდა პეტრე ოცხელის უნიკალური შემოქმედების გამომჟღავნების ოქროს წლები.
ინოვატორების მოძულე რეჟიმის ცენზურა პეტრე ოცხალცად შეეხო და უმოწყალოდ გაუსწორდა 29 წლის ბიჭს. 1937 წლის 21 სექტემბერს გვიან ღამით პეტრე ოცხელი მოსკოვში მოულოდნელად დააპატიმრეს და გასამართლების გარეშე, რაც მაშინ უცხო სულაც არ იყო, თბილისში ჩამოიყვანეს. ოცხელს კონტრრევოლუციური ტროცკისტული ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრობა დასდეს ბრალად და 2 დეკემბერს ვახტანგ აბაშიძესთან და გიორგი ჟორდანიასთან ერთად დახვრიტეს. სულ რაღაც 9 წელი ემუშავა თეატრში, თუმცა ათეული წლებია ის კვლავ რჩება ქართული სცენისა და კოსტიუმის დიზაინში რევოლუციის მომხდენად. მისი შემოქმედება დღემდე საუბრობს პეტრე ოცხელის შესახებ და ის ცოცხლობს. დიდი მადლობა ანა ვაშაყმაძეს საინტერესო ინფორმაციისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას კვლავ ქართველი ხელოვანები უცხოეთში. რასაც ახლა ვუსმენდით, ძნელია გულგრილი დატოვოს ვინმე. ჩვენთან ერთად არის ლინდა ფერაძე, მუსიკოსი საფრანგეთიდან. ლინდა, საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. და რაც ყველაზე მთავარია, მე ვფიქრობ, ეს ძალიან მცირე ფრაგმენტი, რომელიც მოვისმინეთ, საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს ყველა იმ ადამიანზე, რომელიც ყურს მოკრავს. საოცარი შესრულება, ნამდვილად დიდი მადლობა ამისთვის. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და დაინტერესებისთვის. ძალიან მეხარია თუ ესეა ნამდვილად. ნამდვილად ასეა და აუცილებლად მინდა გთხოვოთ, წარუდგინოთ საზოგადოებას, ვინ არის ლინდა ფერაძე, მუსიკოსი, უფრო კონკრეტულად. ლინდა ფერაძე არის ერთი ქართველი გოგო საფრანგეთში, რომელიც ჩამოვიდა აქ სწავლის გასაგრძელებლად ფორტეპიანოზე კონსერვატორიაში. და დღესდღეობით ასევე მღერი ჯგუფ კავკასთან, ასევე ქართულ ჰარმონიასთან, ასევე მაქვს ჩემი პირადი პროექტებიც, სადაც ჩემს კერძო პირად მუსიკას წერ და შემდეგ გამოვცემ და ესე ვცდილობ, რომ მუსიკით გავიარო ჩემი ცხოვრება და ასევე გავაცნო საქართველოს ფრანგ და არა მარტო ფრანგ მსმენელს. მოდით ეს სამი მიმართულება განვიხილოთ. როგორც პიანისტი, აი როგორია თქვენი ცხოვრება როგორც პიანისტის? როგორც პიანისტის ვარ ფორტეპიანოს მასწავლებელი, მყავს მოსწავლეები. ესე კონცერტებს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ესე გადავწყვიტე, მაგრამ მუდამ ვუკრავ ჩემთვის სახლში, ჩემი სიამოვნებისთვის და მოსწავლეებს ვცდილობ, რომ ჩემი ცოდნა რაც კი აქამდე დამიგროვებია, გადავცე და როგორღაც დავეხმარო. ძალიან საინტერესოა ჰარმონიასთან ურთიერთობა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ნანა ფერაძეს, ყავდა კიდეც სტუმრა და მოგვისმენია მათთვის, ამ ანსამბლისთვის. აი როგორია თქვენი ურთიერთობა, რა ტიპის შემოქმედებითი კონტაქტები გაქვთ, გარდა იმისა, რომ ძალიან ახლობელია? დიახ, ნანა ფერაძე არის ჩემი მამიდა, რომელიც ძალიან დიდი ხანია მოღვაწეობს საფრანგეთში. და მან შექმნა ქართული ჰარმონია, ეს არის გოგონათა გუნდი, სადაც უმღერით ძირითადად საეკლესიო სიმღერას, მაგრამ არა მარტო, ასევე უმღერით ფოლკლორს. და ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი, მხოლოდ ძირითადად აკაპელას მოიცავს ჩვენი რეპერტუარი და ყოველთვის ჩვენი ხმები, ჩვენი გოგონების ხმები ერთად საოცრად ჟღერს და ყოველთვის ფრანგები აღნიშნავენ, რომ ეს არის ძალიან სასიამოვნო და ძალიან გვიხარია ერთად ყოფნა, ერთად სიმღერა და ერთად გაცნობა ფრანგებისათვის ქართული მუსიკის.
სხვათა შორის ჩვენი ძალიან დიდი სურვილია ბათუმში მოვისმინოთ ეს ადამიანები და რამდენიმე მცდელობა იყო და მე ვფიქრობ კიდევ გვექნება ეს მცდელობა და ბოლოს ბათუმს ექნება საშუალება მართლა საოცარი შესრულება მოისმინოს და ეხლა რაც ყველაზე ისეთი განსაკუთრებულია მე ვფიქრობ პროექტი რომლის ფრაგმენტი მოვისმინეთ ჩვენ შეხვედრის დასაწყისში აქ არის საუბარი ქართული ხალხური ინსტრუმენტების აჟღერებაზე სხვადასხვა კონტექსტში და ზოგადად კავკასიური მუსიკისადმი ძალიან დიდი ინტერესი. ხო, აი ვინ არის ამ ჯგუფის წევრები, ვინ არიან თქვენთან ერთად და რა მიზნები გაქვთ და როგორ აცნობთ საზოგადოებას იმ ყველაფერს, რასაც ქართული და კავკასიური კულტურა ქვია. ეს არის ჯგუფი კავკასი, რომელიც დაარსა ფაბიან მორნემ. ფაბიან მორნე არის თვითონ წარმოშობით ფრანგი, კომპოზიტორი, გიტარისტი. და მისი დიდი სიყვარულით საქართველოსადმი დაარსდა ეს ჯგუფი. ძირითადი წევრები არიან უცხოელები, არის ემრა, ფრანგი და ასევე თურქი და აქვს ასევე ლაზური წარმოშობებიც. მიქაო არის უნგრელ ფრანგი და ლუკა ადამე არის ქართველები, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხანია შევერთდით ამ ჯგუფს. და ძირითადად ქართული მუსიკის რეპერტუარით წარსდგებით ხოლმე სვენელის წინაშე, თუმცა არის სხვა კავკასიური სიმღერებიც და ეს ძველი ტრადიციები და უფრო თანამედროვე ხედვები ერთმანეთს შევურწყათ და ისე წარმოვაჩინოთ საინტერესოდ ქართული ხალხური მუსიკა მსმენელისათვის. აი ძალიან რთული ვოკალურად რთული შესასრულებელია ის რაც ჩვენ მოვისმინეთ ხო დოლიძის ცეკვა. აი რამდენად ძალიან კარგი ვოკალური მონაცემები გაქვთ და ეს ჩანს ამ შესრულებაში და რამდენად აი როგორ მიხვედით აქამდე ამის შესრულება არ არის ასეთი მარტივი, ეს არ არის ჩვეულებრივი ხალხური სიმღერა. დიახ, ეს თავიდან ლუკასთან ერთად სანამ ამ ჯგუფს შევერთდებოდი, გააკეთეს მხოლოდ ინსტრუმენტალი ვერსია. და რომელიც ჟღერს დასაწყისში, სხვათა შორის უბრალოდ ჩვენ მცირე ფრაგმენტი ამოვიღეთ. დიახ, თავიდან მხოლოდ ინსტრუმენტალი იყო და შემდეგ როდესაც მე შევერთდი, ფაბიანის იდეა იყო, რომ ხომ არ დავამატოთ ვოკალიც, რამე იდეა ხომ არ გაქვს და ეგეცი რაღაც მოვიდა ეს გერები თანხმოვნები ერთად მარცვლები და ავერდით შემდეგ ლუკა მეორე ხმა მერე ფაბიანსაც უთხრეთ მოდი აბა მესამე და ესე რაღაც შეიქმნა ერთობლივად მაგრამ ძირითადად ფაბიანის იდეა იყო რომ მოდი ვოკალიც ვცადოთ და ნუ გავამართლა რთული სიმართლე გითხრათ ჩემთვის პირადად და არც ლუკასთვის ეს წარმოსადგმელად არ იყო და ფაბიანიც გქონება ხოლმე რომ აი თქვენ გენეტიკაში გაქვს რა ეგეთი რაღაც სიმღერა თვითონ ძალიან გაუჭირდა ბევრი მეცადინა რომ ეს მარცვლები წარმოეთქვა ჩვენთან ერთად. ანუ ეხლა გაქვთ უკვე ერთი შემოქმედებითი პაკეტი, რომელიც მოიცავს ქართულ კულტურას, როგორც მიხვდი. დიახ, და კიდევ ვაპირებთ, რომ ძალიან საინტერესო სიმღერები და ესე ვთქვათ, პოპურიც შეიძლება და ახალი სიმღერებიც კი გავაცნოთ მსმენელს და მოკეთ დიდი გეგმები გვაქვს წინ. ხო არ ქონიათ საშუალება საქართველოში მოისმინა საზოგადოებას თქვენი შესრულება გარდა სოციალური ქსელების? თვითონ კავკასი გუნდი უკვე 6 წელი არსებობს 2019 წელს დაარსდა მანამდე ყავდათ სხვა სოლისტი ესპანელი გოგო და მასთან ერთად გქონდათ კონცერტები საქართველოშიც, მაგრამ ჩემთან ერთად ჯერჯერობით არ გქონია, მაგრამ იმედია რომ გვექნება საქართველოშიც დიდი სურვილი გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა ლინდა, მე მინდა წარმატებები გისურვოთ, მართლა არ არის იული გზა რომელიც გაქვთ არჩეული, ყველა თქვენს წამოწყებაში მინდა რომ იყოთ წარმატებული. ძალიან დიდი მადლობა თქვენ წარმატებებით თქვენ. დიდი მადლობა, ჩვენ საუბრობდით ლინდა ფერაძესთან, ის საფრანგეთიდან გვერდთვებოდა. ასეთი იყო დღევანდელი არტ ექსპრესი, გადაცემაში ცვლილებები შევიდა, ჩვენ შემდეგი სამშაბათისთვის შემოგთავაზებთ მე ვფიქრობ საინტერესო ინტერვიუს, ასე ვფიქრობ აჭარის კულტურის მინისტრთან და გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით მომავალ სამშაბათამდე.